სალამი, მოგესალმებით, მეგობრებო, ძალიან მაგარი გუბაზები გვაქვს და პირდაპირ დავიწყოთ რა არ გვინდა ბევრი ბაზარი, გუბაზის მივცეთ ბაზარი. გუბაზი. სექტანტები არიან, გიორგი. ჩამოყალიბებული ბოროტის სექტაა, შხამიანი სექტა, კოცობა. რისი ქრისტიანები, რა ქრისტიანები, რაზე ვლაპარაკობთ, ხალხო? ვა. რაზე ვლაპარაკობ, ყველაფერი ყველაფერი. არა, გავაჩეროთ. მე საიდან გვიტევს ახლა? არა, გუბაზი ამბობს ერთი წუთით. ნაცი ამბობს, რომ კოცები არის. ნიშის ტურ, როგორი ნაცი, იცი? მოდი ვაფშე მისი კონსტიტუცია ავწეროთ რა, გუბაზის მორალური კონსტიტუცია როგორია. ის არ არის ორგანული ნაცი. ორგანული ნაცობა კიდე სხვა რამეა. ნაცებში ხო კიდე იყოფა. ნაცობა არის პოლიტიკური ნაცი და არის რელიგიური ნაცი. რელიგიური ნაცი არის მიშას ხაზი და პოლიტიკური ნაცი არის უფრო თითქოს რაციონალიზმი და გუბაზი არის რელიგიური ნაცი, ანუ მიშას ხაზი, ორთოდოქსი, ოღონდ არ არწმენით, არამედ ანგარებით. ესე იგი, კაცი გამოდის ნაცი ამბობს, თან ესეთი ნაცი, ანუ ნაცებშიც მოღალატე. ის ვინ ამბობს? კაცური კაცი კი არა, ნაცური. ის ვინ ამბობს, როცა მოღალატეო, იმას შეება, ის ღალატსაც ღალატობსო რა. აი, გუბაზიზე არის, რომ ღალატის იდეაზაც უღალატა და ეს ტიპი ამბობს. ძმაო, ღალატი გუბაზისთვის ჯარიმა, ამიტომ ღალატი ვერ მოხდა. ეს ტიპი ამბობს, ანუ ნაცი კოცერო სექტაო, ბიჭო. ანუ მეგის ხარდავა ადამიანის უფლებებზე. იგი უგულავა კორუფციაზე. ანტიკოცებს ხედავთ ყოველდღე. ბრეივიკი ადამიანის უფლებებზე. უფრო მეტად ხედავდით ანტიკოცებს სწორედ პარლამენტთან, რუსთაველზე და სხვაგან. დავიწყოთ. პირველი, ეს არის საჭმელში ჩაფურთხების რიტუალი, ეს არის სატანური რიტუალი. მეორე, ეს არის სულების გამოძახების რიტუალი. გუდუს თოჯინების რიტუალი. კუბოს დაწვა. სხვათა შორის უნდა დაგავიწყდეს თვითონ ცეკვა, არა, როკვა, რომელიც არის ანტიკურ საბერძნეთში რო შამანური, არა, ანტიკურ ფსიქოდელიურ ღვინოებს რო იღებდნენ და შიშულები რო ცეკვავდნენ. კი ბატონო. ტოტემური. აი, ტრედი რომ მოკლეს კი ნაღამ ესე გათავისუფლდება მიშა. ეს ძველია. ტოტემური სულები, ანუ როდესაც იაკუტიელი შამანი, მაგალითად, იყო ესეთი ამბავი, მართლაც არსებობდა იაკუტიელი შამანი, რომელიც იაკუტიიდან მოდიოდა მოსკოვში პუტინის დასაჯდომად. გახსოვს ეს ისტორია? და ეს ვიღაცა პრახადი მეცი. რა განსხვავება მაგ იაკუტელ შამანსა და მაგალითად მიშამ შულდაძეს შორის, რომელიც ტანკნაზად ბიჭოს უყვირდა და კონკრეტული ანალოგი გვაქვს. მანისიდან დოლით არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა. ცეცხლი ოლიგარქიას შელოცვის სიტყვები იწვება. ანუ თავიდან ბოლომდე ეშმაკისეული, ჭინკისეული, უბრალოდ და სატანური. არა, ეშმაკი მაღალი კალიბრია. ჭინკისეული, ფეკალიები, ფეკალუკები, სოლიტერები დაჭინკაობენ და ამ სოლიტერების იდეური მხარდამჭერი და მოყვარული ვითომ ქართველი მამულიშვილი გობელენის კუდით რთადიოდა თავის დროზე, გახსოვს? მიშას უყვარს სექსი და ოქრო. აი ეს გვეუბნება ჩვენ არა ვართ. არქაულიენით რო ლანძღავდა თან ჩვენ არა ვართ ქრისტიანები და საპატრიარქოს, პატრიარქის და ეკლესიის მაგინებლები, პირდაპირ მაგინებლები არიან წმინდანები და მართლა. ნუ всё. წერტილი. თემურ ალასანი არის განსაკუთრებით. თემური ბიძია, მე მერზგა ბიძია, მე მithქვავს. გავუშვით მეორე ძალიან საინტერესო. არ გვინდა ერთობა შემოგდებულია, ის შემოგდებულია. აი ის რო იტყვის, შენ არ კრიტიკა არც კოცებს მოწონთ და ზოგს უყურებ ოპოზიციაში არც იმგესაც არ მოწონთ კრიტიკა. რავა გაგვიბედე კაცო ჩვენს იდეადეს როგორ შეეხება. აი აქამდე მოვიდა. ბიძინა არის შედეგი, მიზეზი ჩვენა ვართ. ჩვენი შემგუებლობა, ჩვენი უპრინციპო. სხვათა შორის გამოვთოთ საღამოს კითხავებთან. გასაგებია, გავაჩეროთ. სხვათა შორის ეს რელიგიური ხაზი ახალია. აი გარვიცოთ. არა, სხვათა შორის ნახე არ არის არ ახალია. გუბას ადრე ქონდა, რომ ჩვენ ქრისტიანობა ხელახლა უნდა მივიღოთ, თუ გახსოვს. სადაც კი ბატონო და არა, ჯერ ესე არ უთქვი. მე თვაპადი და წმინდანინო მიშა. იმპლიციტურად უკანაკარიდან ეგ მიშა შემოყავდა, რომ ახალი რელიგიური ნარატივი და იცი რა არის ნახე როგორი სტადო კაუზალობის ფილოსოფია გუბაზმა რომ ესე იგი მიზეზშედეგობრიობა ჩვენი ბრალიაო ჩვენი და ეხლა როგორც ასეთი მძიმე
სიტყვების შემდეგ მცირედი განვითარება ტაბლიაშვილი მეგობრებო გაუშვათ. დღეს ქონდა აკმე მეგობრებო და გაუშვათ. გუშინ ქონდა. ოცნებას რუსულს და არა ქართულს საერთაშორისო ასპარეზზე კიდევ ერთხელ ჩაუვარდა კონზინაციაში და ერთი ხანობა რომ მოფერიანებულები ლოყებ ღაჟღაჟანი რაღაც დამპალა ივანიშვილის სამეფოში ღაჟღაჟანის ჩაგდენ ჰამლეტი ჯამს მას deadly paleness ანუ აი ესეთი სიტყვა ინგლისური ხომ მკვდრისფერი გადაკვრი ანუ მკვდრისფერი ადებს და ამის მიზეზით საფუძვლიანია როგორც მოსალოდნელი იყო ის კიდევ ერთხელ და ჩანს საბოლოოდ მოექცა სრულ საერთაშორისო იზოლაციაში და ამის გამო არა მე გავაჩერებ მეგობრებო აი ვიწყებ და ვერ ვასრულებ და რას ნიშნავს ჩვენ ხო უკვე მოვეკეთ აი ვერ გავიგეთ ავტორიტარიზმი და ტირანია ხო დამყარდა ასევე რამდენიმე თვის წინ ჩვენ მოვეკეთით სრულ საერთაშორისო იზოლაციაში ამაზე მეტი იზოლაცია ანუ თან შეანელონ შეფასებების გამძაფრება ან უბრალოდ უხერხულია იმიტომ რომ ამაზე მეტი ჩვენ უკვე ვარ პოლპოტის დონეზე ხო მეტი სადღაც წავიდეთ მეტი სადღაც უნდა წავიდეთ ფარაონების დონეზე წავიდეთ არა ეს ადამიანი როგორი კაცია იცი რომ სულ სიმძაფრე ხო უნდა და არ ყოფნის დოზა და მიაჭეს გაზ ბოლომდე და მე თითქოს ავიწყდება რომ გაზ მიჭერილია და უფრო გიждდება რა მე მგონია რომ დღეს დაავიწყდა სამედიცინო ფილმების მიღება იქვე არის გუბაზის შვილი ლევანი გაუშვით შენ მაშინ გუბაზის მერე უნდა გაგეშვა შა ნუ აი შუას ჩაუფინე ბატონო გაუშვით მე მაინც ოპტიმისტურად ვარ განწყობილი მიუხედავად ამისა დინამიური პროცესი სიმართლე ვთქვათ არ მიმდინარეობს როგორც მოლოდინიც მაგალითად ჩვენ გქონდა რომ გაზაფხულზე იქნებოდა მაგრამ მე მაინც გონია რომ ეს ჯერჯერობით არის საგარეო ფაქტორთან დაკავშირებით ძალიან კარგია რომ deep state-ის დამარცხება ვერ შეძლეს და მუდმივად მთელი დღის განმავლობაში სახელმწიფო პროპაგანდა საუბრობს რომ ამერიკის მხრიდან მაინც ძალიან დიდი ზეწოლა მოდის და ეს არის პრინციპული მნიშვნელობის მატარებელი საპროტესტო ელექტორატისთვის ჩვენთვისაც, იმიტომ რომ ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ მუდმივად ქართული ოცნების უკან დგას რუსული ხელისუფლება და რუსეთის სპეცსამსახურები და ეს უზარმაზარი მანქანა, მნიშვნელოვანია, რომ შენც გრძნობდე უკან მხარდაჭერას. მე ერთი რამე მინდა უთხრა აი ამ ახალგაზრდას, რომ ამის მოსა გასა და ასე შემდეგ მოსაგება დამათვის საერთოდ არ არის საჭირო რუსული სპეცსამსახურები. საერთოდ არც ქართული სპეცსამსახურები არ არის საჭირო. გიჟი მიუშვი ნებასა თვით შეყრება სნებასა. ეს არის აი კიდევ ერთხელ ამათ მოსაგებად საჭიროა მხოლოდ რომ ესენი იყვნენ და ილაპარაკონ ხო აქციები ატარონ გამოვიდნენ ცოტა უკმაყოფილო არის დინამიზმი არ მოსწევს ანუ კაი გაფიცე დანარჩენი რაც არის იმას თავს როგორ შეიძლება დინამიზმი მამამისი ამბობდა რაღაცაზე კომპრომატი ვარო რა აიხსენე ერთი რაღაცას ლაპარაკობდა რა ჩემთან ფოტოს გადაღება, ანუ შინ არსი იყო, რომ ჩემთან ფოტოს გადაღება კომპრომატი არისო რა. მე გავიცი, მაგრამ მე ვამბობდი სხვასო რა. რომელიღაც ეთერში თავის მაგას ვამბობდი ხოლმე, რომ იმენა ჩადებულია გუბაზე, აი კომპრომატია ჩვეულებრივით. გუბა არა მარტო გუბაზე. გუბაზე ხო პოლიტიკიდან წავიდა. ეხლა ეთერ რა იგიდის და სოციალური კომენტატორია? როჟა. პოლიტიკის კომენტატორი, ჩერგოლიშვილი თავის დროზე ხო იყო, რომ პოლიტიკის კომენტატორი ვარო, მე პარტიაში არა ვარო. ბიჭო, როჟა არის. ნიშ პარტნიორია როჟა რო არის, აი. მეგობრებო, აი დავით უსუფაშვილი არის ძალიან საინტერესო ადამიანი. სანამ დავით უსუფაშვილი, აი ქრონოლოგიურად უკაცრავად. მეც კი გეკითხები, თენგო თევზაძე ვინ არის ძალიან. ხო და აი რო არავინ არ არის? თენგო მე ან პირველად მოხდა ისეთ შემთხვევაში. მე ვიცი და თქვენ არიცით. გვარამიასთან არისო. იცი რატო არის? თენგო. პროსტატა თენგო. უი ის თენგო. ხო და ნინი ვარი აღარ დაწერო, რომ ავირევით. კაი არ გვინდა ეს თენგო. და გვარამიას თენგო. უბრალოდ თენგო. არ გავუშვათ. ახო, თენგო არ გავუშვათ. ეგო არა, უსუფაშვილი. თენგო რო გვიყურებს ახლა. ჩვენ ხო იმაზე უნდა ვილაპარაკოთ, რას გავაკეთებთ. აი ახლა არჩევნების მოსაპოვებლად რას გავაკეთებთ. ყოველ დღე
ხდება ჩვენს გარშემო უახლოეს გეოპოლიტიკურ გარემოში და გლობალურ გარემოში. ყოველ დღე ხდება მინიმუმ 2-3 უმნიშვნელოვანესი მოვლენა, რომლის საჩვენოდ, საქვეყნოდ, სახალხოდ, ეროვნული ინტერესებით გამოყენების თვის უნდა ვივაწოთ, იმისთვის რომ არჩევნებსაც მივახციოთ ერთი და მოწინააღმდეგე არ გაძლიერდეს ორი. ამათვის ლიბერდებილები. მაგალითად ტრამპმა რო ტარიფები აწია და საშინელი სავაჭრო ომი მიმდინარეობს მთელ მსოფლიოში, ყველა ინდექსი დაეცა და კატასტროფა ხდება. ამათ ლიბერდებილებმა როგორ უნდა გამოიყენოს სათავეში. კითხო ეგეთი რაღაცა. აი თან ერთ პარტიაში არიან ეს და გრიგოლ გეგელია რო აჩხუბა. ხო ერთი წონითი კატეგორია წონითი გულისხმობ ეს მოუგებს თავიანთ ამ გამოხატვას არა ის ჯობია შეგადეთ უფრო იჭყვიტინებს ჯერ ხო ძალიან ჩხუბი იქნება უსუფად ჯერ ეს ერთი რაღაცეები გამოვლილი აქვს ბოლო-ბოლო პარლამენტის თავში არა მე სერიოზულ ჩხუბს გეუბნები იმენა UFC night fights სერიოზულ დაიწყებს ultimate night fights არა მოიგებს უსუფა ეს გონია რომ უსუფა მოიგებს არა მე რას ბიჭო ახალგაზრდა როა ის მოდი სიცოცხლე ეგეთი ახალგაზრდა ხელახლა ახალგაზრდა მოაბანძებს სულ თლიანად რაღაცა პატარა ხიდად გამოვიყენოთ გადავიდეთ სერიოზული კონტექსტის განხილვაზე კაი სოფლიოში რა ხდება არ ორივე ბაბუაძე გალახავს დავიწყოთ იქიდან რომ ტრამპმა გააწესა ტარიფები და ტარიფები მეორე ეს არის რომ ირანს შეიძლება დაარტყან ირანს. აი ეს ორი ამბავი, რაც ყველაზე აქტუალურია მსოფლიოში და რუსეთი განაგზავს დაბომბვას უკრაინის და ფეხებზე კიდია ამერიკა. ეს უნდა წამოვიღოთ სასიკეთო. ხო, აი ამათ. პირველი ამათმა უნდა დაარტყან ირანს. არა, ხო და მე რა მაინტერესებს რომ ამათი აზრით, ამათვის სასიკეთო რა არის? აი ამ სამ მოვლენაში, რომ რუსეთი განაგზნობს შეტევას და აფეთქებს და დედას უკლავს საწყალ უკრაინას, მეორე სოფლიოში მიმდის სიგიჟე ეკონომიკური ომი და ის რა ქვია ტარიფებში ხო ჩვენც მოვყვევით არა 10%-იანი რომელიც ყველას დაუწესა დანარჩენი არის თუ არ ვცდები მანქანაზე დააწესა 25%-იანი ეხლა ჩინეთს ემუქრება რომ კიდე 50%-ს დაუმატოთ 80%-იანი ტარიფები ექნება ხო და ომი მიდის ყველაფერი ძვირდება ნავთობი დაბლა მოდის ეკონომიკური ინდექსები მთელ მსოფლიოში დაბლა მოდის და საქართველოს რა ხერი უნდა ნახოს ამათი აზრით უბრალოდ ოპოზიციამ რა ხერი უნდა კონდეს ადგილობრივი არჩევნების დანიშვნის კუთხით ხტები სად აი დებილი რა აი რა უნდა ნახოს ირანს რო დაარტყავს დაუშვათ ისრაელი და ანუ ამერიკა ჩვენ ოპოზიცია ჩვენ საკითხი უნდა დავართ სასწრაფოდ მოიგონ და დანიშნონ არჩევნები ჩვენ მე მგონი ეს რა ქვია ისე უნდა ჩავიდეთ ირანში ფეხით საჯარისო შენაერთები უნდა ნებისმიერი ამათ არ ყავთ საკუთარი ჯარი აი საერთოდ თავდასხმის ვინ ყავთ კაცარაო კაცარავა საზღვრის მენაპირე ერისთავზე წესიერად არა წესიერად საზღვრის ერისთავზე ბიჭო თქვენ მარტო ხუმრობა გინდათ კაცარავა არის საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მაქარი მე არა სერიოზულად აკია ბარბაკაძე აკია ბარბაკაძე არ დარბაზანა ბიჭო თქვენ გავიწყდებათ ძალიან მნიშვნელოვანი ესეც საერთაშორისო პოლიტიკაში მომხდარი ივენთი რაც იყო საფრანგეთში ჩაათრიეს მადამ ბოვარი და ანუ იქ რო ვიღაცებს აყვირეს სალომეო ნახეთ ეგ ვიდეო ნახე არ მინდა გაშვება დებილობას არ გვინდა რა მართლა იდიოტობებს თქვენ თუ გაქვთ ნახე Men in Black-ის მეორე სერია მამაკაცები შევკი იქ არის უცხოპლანეტელების რაცა რომლებიც გასახტელი ხო გასახტელი ხო შემნახავ იმაში ცხოვრობენ და ეგაა მაგეთ სამყაროს ლიმიტი ანუ მარტო ესაა რომ ეს locker room-ი არის ამათი სამყაროა რა კი და აქ რომ მიდის ეს Men in Black-ის ტიპი რა იმიტომ რომ ერთადერთი არის ვისაც შეუძლია რომ გააღოს და ანუ ამ სამყაროს მიღმიერი დაანახოს და უცებ რაღაც ერთის ხო დემიურგი მოვიდა ამბავი არის რა და ეგრევე ამას სახელს რო სკანდირებენ ზუსტად ეგ სცენა იყოს კი ბატონო ანუ ესეთი სასაცილო და სასაცილოდ შესრულებული დავალება და დამცირება მე იშვიათად მახსენდება თანამედროვე მოდი მეგობრებო გავუშვათ ნიკამელია არ მგონია ვართ ჩვენ ახლა ბოლომდე გულწრფელების საზოგადოების მართლა არ მგონია რომ ცოტა სიყალბის ელფერი გაზდევს აი ამ პროცესს რომელშიც ვართ პოლიტიკური პარტიები ჩართულები იმიტომ რომ რაღაცას ბოლომდე არ ვსაუბრობთ მაგალითად
მეც კი მე აი ნიკა მელია ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის თანათავმჯდომარე პოლიტიკოსმა არ ვიცი აქტიურმა მოქალაქემ არ ვიცი ჩემი პოტენციური თუ არსებული პოლიტიკური პარტნიორები აი ამ უთანასწორო ბრძოლაში მყოფი ადამიანები ძალიან დიდმა არმიამ არ ვიცით აპირებენ პროცესის ნებსითუნებლიეთ ლეგიტიმაციას შემოდგომაზე თუ არა გავიგე, ანუ იღებენ წინა საარჩევნო კამპანიამ და ზოგადად არ ხო? არის. ბიჭო, არ არის ისეთი არალეგიტიმური კითხვა. იმიტომ რომ ამას არა, რატომ ამბობ რა რეალურად ნახე მაგრამ ჩვენ ლოგიკას ვთხოვთ ყველაზე არალოგიკურ დივერსიულ ძალას გიჟებს. რომელზეც მხოლოდ ის მიჩნდება, რომ სხვა ლოგიკა ცნობიერება ამდენ შეუთავსებლობას როგორ უნდა იდევდეს, ხო? შანსი არ არის. შეხედე, მაგრამ თუ არჩევნები არის გაღალბებული, თუ ეს არის დიქტატურა, თუ ეს არის რეჟიმი, თუ ეს არის ესა და ეს, რასაც ამბობენ, მაშინ არჩევნებში მონაწილეობის მიღება არის მთლიანად პროცესზე და თვითონ რას თქვეს იმაზე ლეგიტიმაციის მინიჭება და იმის უარყოფა, ხო? შესაბამისად მე არ ვიცი რა და როგორ მოხდება, თუმცა დანამდვილებით ვიცი, თქვათ, გახარე ეს პარტია რომ მიიღებს მონაწილეობას, ამანაც შეგონი არის ეს? და რა არ მიიღებს? იცის რომ მიიღებს მონაწილეობას და ყველა მიიღებს მონაწილეობას, ისე იგივე არ არის ცუდით რა, მანდ არის ძალიან მნიშვნელოვანი. და არა, ნაცები ვერ მიიღებენ. არა, არ კი არა, ხო, როგორც მამუკამდინარაძე თქვა რომ არ მიიღებენ კი არა, ვერ მიიღებენ. კი ბატონო, ეგრეა ზუსტად. მე მაინტერესებს რას მაიმუნობს. თავიდან ბოლომდე აი ეს, უნდა პირდაპირ თქვას და თუ სიმართლე უნდა და სიყალბის უფლება თუ არა აქვს და ელფერი რო დაძდებს სიყალბის წარმოსწორს, თქვენ ნუ გავწოდოთ ჩვენ ვლაპარაკობთ სიტყვის არაკაცზე. ჩავისვარეთ, უნდა თქვა. ყველა თავის საჯარო განცხადებაში, რასაც აკეთებს და რასაც ამბობს, იმის საპირისპირო ჯდება საბოლოოდ. კაი, მოდი შემდეგ ვერ გადავიდეთ. ეს მაინტერესებს ან გიორგი იმედაშვილი ვინ არის? მე მოდის გრიგოლ გეგელია, ნინო ჯანგირაშვილი, ცოტნე კობერიძე, თაზო დათუნაშვილი, ნანკა კალადოზოვიჩი, მესამე გვერდი საოცრება. All-Star, ერეთის All-Star. ოპოზიცია არის საუკეთესო ფორმაში, როგორ ფორმაში შეიძლება იყოს 12 წლიანი ავტორიტარიზმის შემდეგ ოპოზიცია ქვეყანაში. არც ერთ სახელმწიფო არ არსებობს. 12 წლიანი ავტორიტარიზმი არ ქვია. 12 წლიანი ავტორიტარიზმი. არ ქვია, ასე არ ყოფილა. არა მოგონა მე იცით რა ხან-ხან არის რომ ადამიანები ხმას ავზრდიან ავტორიტარიზმს. კარგი, გავთიშოთ, გასაგებია. არა, გასაგებია, ესე იგი ოპოზიცია გამოიყურებაო შესანიშნავად 12 წლიან ავტორიტარიზმს. ეს ძამით იხმამად არა, მე რა კითხვა როდესაც მე მახსოვს საკონსტიტუციო ცვლილებები როცა კეთდებოდა, ნუ მანამდე მიშამ რა უკნა კონსტიტუციას ხო გახსოვთ, კონსტიტუციაზე ეგრე მოპყრობა არის ავტორიტარიზმი. რო დადიოდნენ და მთელი ქართული ოცნება, მაშინ თუ არ ვცდები ირაკლი ყობახიძე იყო ამის ავანგარდში, ესე იგი სახალხო განხილვა რო იყო საკონსტიტუციო ცვლილებების. ეს არის ავტორიტარიზმი. ავტორიტარიზმი არის ის სრული დემოკრატიული პროცესები, რომელზეც ამათ საყვარელი დასავლეთი, ესე იგი ტასკს გვიკრავდა, რომლის შედეგადაც ავტორიტარიზმის ეს ვიზა ლიბერალიზაცია, რომლის შედეგადაც ეს ასოცირების ხელშეკრულება. იცი რა მინდა თქვა? ხო, არა, ესე იგი ეს რასაც ამბობს ეხლაც და მანამდეც მაშინ განსხვავება. ანუ როცა გამოაცხადა დიქტატურა ნიკა გვარამია მე იყო 2017 წელი თუ 16 ხო? ხო 14-დან ანონსებს რომ მყარდება. მყარდება ხო. დამყარდა იყო დამყარდა 16 წელი 2017. 17-ში უკვე გაქანებული. ხო და არ არიან ჩამოყალიბებული. გრიგოლ გეგელია კი ბატონო გავუშტო. ეს არის ძალიან მკაფიო კალენდრით გაკეთებული მკაფიო პოლიტიკური განაცხადება. აი მართლა ასევე გაერთებული სამეფოდან და ჯამურად ეს ყველა ქართველს უნდა აძლევდეს იმის ხედვას მხნეობას, რომ ჩვენ გადავტეხავთ ბოროტმოქმედ რეჟიმს და გვექნება არჩევნები და ახალი ეროვნული ხელისუფლება. აბა როგორ უნდა გადატეხოთ მაგრამ ტალკი უნდა შეაღარო. ანუ სანქციები გადაგტეხავს. კარგი, ჩემი ნომერ პირველი ფავორიტი გახდა. მოდი ესე ვთქვათ, აი არის ესეთი მოსამართლე მურუსი. ეზოში ეს გნომა არ გაგისწორდებოდა, ეზოში მურუსის მოსამართლე. რომელთანაც აქვთ ამათ, ნუ შეკითხვები და აკრიტიკებენ და რიად შეკითხვები. რიად შეკითხვები აქვთ ამ ნაცრადიკალებს და ასე შემდეგ. მურუსიძე ერთხელ სადღაც იქეიფა კაცმა და ნასმა მიიღო და მეორჯერ
ალბათ სიფხიზლეში გასცა პასუხი, როგორ ეშინია სანქციების. ჩვენიერი სოფელი აქვს, ჩვენიერი სოფელი აქვს კაც, ქართველი კაცია და კიო ეხა რა თქმა უნდა მე ხა არ არის სასეონო არა. მე ვაფშე წასვლას არ ვაპირებიქო. ანუ ჩვენ უნდა რაღაცნაირად უნდა გაიგონ ამათ, რომ აი მაგალითად სანქციები ისეთ რაღაცას რომ გიწესებენ, რომ მე რომ ფუაგრა, აი შენ თელი ცხოვრება არ შეჭამ ფუაგრას. ეს ვიღაცის ეს არის ძალიან მტკივნეული. ვიღაცა ფუაგრა ვაი და ფონჯუსაც გიგზალა. ფონჯუს და ფუაგრას უყურე. არც ერთი მათგანი არ მიჭამია მეგობრებო ცხოვრებაში. არც ფუაგრა მიჭამია და არც ფონჯუ. ხო და ვაფშე ვეღარ შეჭამ მე. ხო, აი წარმოიდგინე რა. და რო ნაჭამი რო მაგრამ რომ ითხრა რომ გუდისმოს ვერ შეჭამო. დავიგრუზები რა პრობლემა მაგრად ძალიან. ყველაზე მაგრა ყველებში. ყველებში გუდისმელი მევასება. აი შენი ნომერ პირველი. ნომერ პირველი არის კაი ცხრის გუდისმელი. ცხრის ჩემი ძროხის. ხო, ნუ ხო, ისე გუდისმელი მე ჩემსაც. გუდისმელი. ხო, აი რომ ითხრა რომ შენ ძმაო, სანქცია დაგადე და გუდისმელს ვერ შეჭამ. ისე ყველაზე ვილაპარაკოთ არ ჯობია ამაც ვილაპარაკოთ. და ფონჯუ რა არის არც ვიცი. ფონჯუ არის ნარი ყველის, გამდნარი ყველის. აი ყველაზე რახან არის საუბარი. და ისა ფუაგრაგი, ხო, ნუ აი ბატის ღვიძლის რაღაცა საშნელება, ხო? ხო, ნუ ავანტყოფი ბატის. ოღონდ ავანტყოფი ბატის ეგრეგია. ვაფშე მე ხელზე მგონი რომ უყურე გაბერილი და აი როგორ უნდა გავაგებინოთ აი ამათ რა, აი ვერ აგებინებს სხვა კულტურა. ეხო ევრობიუროკრატიული პერსპექტივა არის რა, ანუ გაიხსენე როცა რუსეთი დაასანქცირეს. ო, ეგ ძალიან ვინ წერდა ის ფონ დერ ლაიენ თუ ვიღაცა არა, ვიღაც ევროპარლამენტარი რა. ხო, ევროპარლამენტარიც არა, ჩინოვნიკი. მაგრამ no more shopping in Milano რა. დაეხა თუ რუსებსო რა, აი ხა მოკითხონო თავის თავსო რომ ვეღარ. აი მე მაგალითად არა, ერთ წამით ხალხმა კარგად რო გაიგოს, ესე იგი no more shopping მეტი აღარ გექნება შოპინგის საშუალება მილანში ეუბნება ტიპი ისეთ არა ისეთ რუს რომელიც წერს ბაიდენ ვიდეო что такое система SWIFT ანუ მას მილანში შოპინგი კი არა ელექტროენერგიაც რო გამოურთო დამით დაიჭერს შუბით თევს და მოიყვანს რაღაც კურს გააგე ხო ანუ მეორე რაღაც აი თქვენ ახალგაზრდები ხართ თქვენზე არ გადმომაქვს ეს ამბავი მაგრამ მე პირადად თანახმარ რომ არასოდეს არ გავიგე საქართველოს ფარგლებს გარეთ 53 წლის კაცია რა 30-40 რა ვიცი ამდენი წელიც არ წავალ ძმაო თუ ასია არ წავალ რა აი რა ვქნა რა მაგრამ სადაც წასასვლელები დარჩება ალბათ კაი საინტერესო ადგილები არ გავამხელ ეხლა სად კაი ჯანგირაშვილი გაუშვით ძალიან ცოტა დრო გვაქვს ხალხო დარჩენილი თვეებზეა ლაპარაკი მე არ ვიცი ჩვენ თუ ეხლა ბოდიშის ვიარ ჩვენ თუ ეხლა რაღაცა უპრეცედენტო ერთობა არც კი ვიცი სიმართლე გითხრათ რა უნდა გამოვიჩინოთ ალბათ გამოვიდეთ ქუჩაში და არასოდეს არ გავიშალოთ ვერ გეტყვით ამაზე უნდა ვილაპარაკოთ ძალიან ცოტა დრო გვაქვს დარჩენილი მე აქ ისეთი შეუქცევადი დიქტატურა დამყარდება წნევა გაუზომოთ მოკლედ არა მაინც ლეიბები არ მართლა უხევი კავშირის შეკრაზე მიდიოდა მე საუბარი. ეხა არის მოთქმა, გოდება და ნელ-ნელა აი კუტაბიჭი ნახეთ, გავშთ კუტაბიჭი. ჩვენს ხო წავიდა პოლიტიკით. ნახე. მე ამ მქონია რომ თქვა და ის ყოფილიყო ხაზი ჩემი პარტიის ან კოალიციის, რომ იყო პოზიცია ზურას თქვა რომელიც იყო მუდამ დიდი ერთობისკენ მიმართული და პროცესების ასე უყურებდა ამ პოზიციის გამგზავრებელი კოალიციაში თქვა ელენეს გარდა ნიკები ნაკლებად იყვნენ, მათ შორის საჯაროთაც ძირითადად არიყვება დიდი ერთობა. იყო გამოსავალი და ყოველთვის რომ კოალიცია გოს დამოუკიდებელ სუბიექტი, მისი როლი წინ წამოეწია, რომ თქვა ის არის პირველ ადგილოსანი ოპოზიციური კოალიცია და ასე შემდგომ. და ნუ ახლა ბოლო ხანაში მოხდება ამორფულ სიტუაციაში ვიყავი, რომ ნამესაუბრა რაღაც ერთობა რაც მე თვითონაც ამჯეროდა, არ გამოდი. ანუ ხო ჯოჯოხეთში იყო პრაქტიკულად ახლა კუტაბიჭი არ შეიძლება მისი რთული ფსიქიკა ნაზი ფსიქიკა რატო ქონდა კუტაბის ნაზი ფსიქიკა არ ვიცი მარტივი ფსიქიკა უნდა ქონოდა მაგრამ ვერ გაუძლო ამას რომ არც ჯეროდა რაღაცებს რასაც ამბობდა რომ 2 დღეში გვასრულებს ხო 3 დღეში აი ცოტა დარჩა და რა თქმა უნდა მერილ სტრიპი გაუშვათ მეგობრებო ნანკა კაუტესიშვილი შეიძლება გეგონა
იჩეხება ხრამში, არ ვიცი, დედაშენი და იმიტომ რომ სამშობლო დედასთან ასოცირდება ჩემთვის და ხელით უფსკრუსტის გიკავია ხელით. გიკავია და იგრძნობ რომ ცოტაც და გაგისხდება და ვეღარ დაიჭერდა. მოტრიალდები და ხვდება ადამიანები, რომლებიც არ მოგწონს. არავის არ მოგწონდა, მაგრამ იმ მომენტში რას იზავ, დაიწყებ ფიქრს, რომ დამეხმარე, არ დამეხმარო, თუ ყველას გამოიყენებ, რომ იქიდან ხო გამოიყენებ. ხო და ეს მიდგომაა რა. ყველა უნდა გამოვიყენოთ და ერთად უნდა დავდგეთ. ამიტომ მე ვინ მომწონს, არ მომწონს, არ არის. დღეს იჩეხება და აი მართლა ბოლო ერთი თითით რომ იჭერდა უკვე ამოსაყვანი, აი მანდარი და გავიხედე და ხე გახარია იდგება თუ არ ვიცი ვინც უნდა იყოს, ვინც მომწონს თუ არ მომწონს. ანუ საუბარი რაზე რომ ისეთი ეგზისტენციური საფრთხე ემუქრება ჩვენს ქვეყანას, რომ ადრე თუ ვიღაცა არ მოგწონდა ჩვენის მე ანუ შევყვეთ ამ აბსურდულ ანალოგიაში? ხო, დავიწყოთ თვითონ საკითხის დასმით, რომ არანაირი ეგზისტენციური საფრთხე არ ემუქრება, მაგრამ კი ბატონო, ვიღაცები სწორი იქნებოდა თქვა, რომ ზის კაჩალკას გამში თბილად და შენ ცნობ რომ პირიქით ცეცხლი დაანახნა და უკან მოყავს ტიპები რომელსაც უკვე გაუპატიურების სისტემა შექმნეს. ანუ კარგად იციან როგორ დაანთონ ცეცხლი. და არა, გაუპატიურების სისტემა შექმნეს. დედასთან მიყავს მაშინ ტიპები, რომლებაც სისტემური გაუპატიურების სისტემა შექმნეს და პრობლემა არა. ხო, ანუ ეგ მაგალითი კიდე შეიძლება განიხილო, მაგრამ მოდი დავიწყოთ იქიდან რომ როცა ესენი ამობენ გავერთიანდნენ და გადავაგდოთ. თვითონ დაიწყეს საუბარი რომ მე რა იქნება. ანუ მოდით ესე ვთქვათ რა, მართლა აქ როგორც ჩვენ პარლამენტის თავმჯდომარე თქვა გრანტზე, ბრიტანელების გრანტზე აქ სულელი არავინ არ არის. ზუსტად კარგად თქვა რომ ეს გრანტი ვიცით ვისაც მისცემთო. დავიწყოთ იმით რომ აი ეს მთლიანად, აი ეს რაც ხდება, ხო? აი ეს მთელი ეს ცდელობა გადატრიალების და ასე შემდეგ. და ეს ერთობა ეგრეთ წოდებული. ჩვენ ყველაზე კარგად ვიცით რისთვის ხდება. მაგრამ მათ ვინც ამ ერთობას, ეგრეთ წოდებულ ერთობას დაგჩხავის, არც კი მოსვლია თავში აუხსნან ადამიანებს, რომლებიც უკმაყოფილოები არიან, ან ძალიან უკმაყოფილოები არიან ოცნების მართვით, რომ ოცნებას თუ გადავაგდებთ, რა იქნება. ამაზე ხო პასუხს, ელემენტარულ პასუხს ვერგცემენ რა. მთავარი ეგ არის. მთავარი რატო არ მიდის ამათთან ხალხი? ერთ-ერთი მთავარი რომ თვითონაც ზაზგვანან, კაი და წარსული მათი, მაგრამ ვიღაცები ხო არის, ვისაც просто მერე მიეტმასა და ეგეთი კვლელის წარსული არ აქვს. არ ამბობენ. ეხა დაიწყეს და ის ამბავით ჩაკლეს, თუ გახსოვთ. რა გახსოვთ უყურებთ კიდეც. ომის თემაშიო ვერ ვიყავით მაგრებიო და უნდა აგვეხსნა ხალხს რომ ომის საშიშროება არ არსებობს, მაგრამ მე მოკლეს ეს ბაზარი. რა თქმა უნდა, რასაც კულტივირებდი რა. თავარი ნანკა, ჩემო მერილ სტრიპი მოგდო ალბათ უკვე ეს რო თქვი, მაგრამ მაინც თავარი ის არის რომ კვლელების გარემოცვაში ხარ, გამაუპატიურებლების და გადამღებების ფირზე და რა იქნება მე სექსუალური ხალხის. ანუ იქნება თუ არა საშინელება ამის მერე, ხო? იმას გარანტიას ვერ აძლევენ. პატა ბურჭულაძე გავუშვით. პატა. ვინ პატა? და პატა. და პატა. უკმაყოფილო ვარ, რაც ხდება შიგნით ქვეყანაში. შო აღარ არის საჭირო. თავიდან ჩავრთოთ და მანდ გავწყვიტოთ. და ესე გავამთავროთ განაცხადი. ვეღარ ძარცვავთ. ერთად თავიდან მარტო ეს ჩავრთოთ. ჩართეთ, აბა. უკმაყოფილო ვარ, რაც ხდება შიგნით ქვეყანაში. ქვეყანაში. მე სხვათა შორის მეგონა რომ უკმაყოფილი ხო. რაღა დამაძინებს. არა, всё, გასაგებია ყველაფერი. ვინ უკახურა? მეც შენს თომაში ვარ შეყვანილი, მადლობა ყველას, საღო. დიდი მადლობა მეგობრებო, სწორედ ბატა ბუჭულაძეს აი ამ საშინელი უკმაყოფილოა და წავედით. ნელ-ნელა. მე მახსოვს ბატა ბუჭულაძეს გავაგზელებ. მაშინ მივადექი მიკროფონით 2016 რაჭაში რო იყო. რაჭაში და მიხვდა რა ყველაფერს. თან კარგად, იმდენი დებილი არ არის და რამოდა კატასტროფა იქნება. რომ გაიმარჯვა 2016 წელს უნდა ყოფილიყო კატასტროფა თუ გაიმარჯვებდა ბიძინა ივანიშვილი. აი ეს ხო ბოხი ხმით და საერთოდ რატომღაც გონია რომ ოპერული ხმით თუ ესე დინჯად ილაპარაკებს. ეს არისო, ეს პირდებოდა. ხვალე ეს უნდა დაждდეს. რა უნდა ხნას? ხვალე უნდა დაждდეს და აღარ ადგეს. 8 აპრილს უნდა დაждდეს. რას მეუნები ხო? და აღარ ავდგეთო იძახდა. კი, არ გახსოვთ? ეხლა იძახდა. არა, არ მახსოვს. იქ ნიცონ მანდელობას აპირებ. ოკეი. მეგობრებო, ხარებას გილოცავთ. გილოცავთ. და თქვენიც დაბა ყველაფერი კარგად იქნება და ახალ-ახალი კარგი ამბები გვეხაროს ერთმანეთისათვის. ჩვენ ერთმანეთს ხვალ შევხვდებით. ხვალამდე.